ყველას მოგესალმებით. ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ძალიან საყვარელი პასკის რეცეპტი. ეს არის ყველაზე ბიუჯეტური და ყველაზე მარტივი, იმდენ მარტივია, რომ მოზელვაშიც კი არ დაისვრით ხელს. დაგჭირდება 500 გრამი რძე და 500 გრამ რძეზე ერთი კარგი სუფრის კოვზი საფუარი. ერთმანეთში გადაურიოთ. რძე უნდა იყოს ოდნავ თბილი, რა თქმა უნდა, ადუღებული და ოდნავ თბილი. იმისთვის რომ საფუარი კარგად გაიხსნას, თუ იქნება ან ცივი, ან ცხელი, შეიძლება საფუარი მოკვდეს და უბრალოდ არ ამოვიდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ეტაპი. ხო, კარგად ამოურიოთ და დავუმატოთ შაქარი. შაქარს მე ვუმატებ 2 ჭიქას. თქვენ თუ ნაკლებად ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ ჭიქანახევარი დავუმატოთ, მაგრამ აი 2 ჭიქაზე გამოდის კარგი. არც ძალიან ტკბილი, არც ნაკლებ. ხო, და დავუმატოთ ვანილი, მეხმარება ჩემი პატარა. დამხმარე, აქ გიგონოთ რომ ხელები აქვს ჭუჭყიანი, მთელი დღე ხატავს წყლის საღებავებით და ხელიდან უბრალოდ აღარ შორდება ეს ლურჯი საღებავი. ხო, დავამატოთ 2 კვერცხი და პასკის სუნელები. კერძოდ ეს არის დარიჩინი, ილი, მიხაკი, მუსკატის კაკალი. ხო, და ასევე დავამატოთ ზეთი. ამოურიოთ კარგად, რომ ეს მასა გახდეს ერთგვაროვანი. და დავიწყოთ ფქვილის დამატება. მე თვალისწინით ვაკეთებ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ვაკეთებ ამ რეცეპტს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ კილო და 200 ფქვილი. იმის მიხედვით, როგორ გიყვართ პასკა, მე მიყვარს მძიმე, სველი და ნოტიო, ამიტომ კილო და 200 ვამატებ ხოლმე ფქვილს. თქვენ თუ ნაკლებად მძიმე გინდა, შეგიძლიათ ნაკლები დაამატოთ ფქვილი. ხო, ეხლა კარგად ამოურევ, ხელით არ ვსელ, კარგად ამოურევ ეხლა ამ მასას და დავტოვებ ასე ამოსაფუებლად. მერე რო აფუვდება, დავამატებ ქიშმიშს და უკვე გადავიტან ფორმებში, მთელი ღამე იქნება ფორმაში და დილას გამოვაცხობ. ხო, აი ასე დავდგი გასაფუებლად. აქვე ქიშმიშს დავასხი მდუღარე წყალი და რომ ამოურიე პირველი წყალი გადავღვარე და მერე კიდე დავასხი მეორედ მდუღარე და ამაში დავტოვე. ქიშმიში სულ სხვანაირი, რაღაცნაირი რბილი და გაფუებული გამოდის, როცა ამას ვაკეთებთ. სანამ წყალი თბილია, მანამ უნდა იყოს ჩამბალი. მერე როცა ცომი ამოვა, გადავზელთ შიგ ქიშმიშს, გავანაწილებთ ფორმებში. ამ რაოდენობიდან 2-800 გრამიანი გამოდის პასკა და მეორე დილას უკვე გამოვაცხე. მე დავტოვე გაზგურაში ანთებულ ნატურაზე. ხო, ცოტაზე მეტი მოვიდა ჩემსას ქვედა წვა დიდხანს მქონდა ჩართული. მე შინია ხოლმე რადგან მძიმე და სველია, რომ არ გამომივიდეს გამოუმცხვარი გულში. აქედან გამომდინარე, მიჩნია ხოლმე ცოტა ზედმეტი მოუვიდეს. დაბრაწული მე მიყვარს. არ დააცადეს პასკას და გამაჭრევინეს ცხელი პასკა საერთოდ არ იჭრება. რაღაცნაირად ძალიან იჭრება, მაგრამ ზოგ ოჯახის წევრს ძალიან უყვარს ცხელი პასკა. მე სანამ არ გაცივდება, იქამდე პასკას ვერ ვჭამ. მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მიყვარს პასკა და სანამ არის ყოველ დღე შემიძლია ვჭამო, უბრალოდ ცხელს ვერ ვეკარები. ასე მომაჭრევინეს და ასეთია ჭრილში, ეტყობა ზეთვე რო არის მძიმე, სველი და რა ვიცი, ძალიან გემრიელი. ოღონდ აი ცომივით არ არის. ხო, ამაზე მარტივი რეცეპტი და გამომდგარი მე არ ვიცი, არ არსებობს რომ ეს არ გამოგივიდეთ და როგორც გითხარით, არ უნდა მილიონჯერ გადაზელა და გამოვა ნებისმიერ ადამიანს, მარტივიც არის, იაფიც არის და თან ძალიან გემრიელია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მაგალითად ან არაჟანი არა აქვს, ან ნაღების კარაქი. ხო, აი ეს გაფუებული ქიშმიში ასე გამოიყურება. როგორც გაჩვენეთ და აი დასაწყისში, როცა იწყება ვიდეო, იქ ჩანს, იქ გავჭერი მეორე. ეს იყო უკვე ცივი. და როცა ცივი იჭრება, სულ სხვანაირად გამოიყურება. აი ახლა რაღაცნაირად ჩაიტანა ცუდად იმან დანამ. ხო. მეორე დღეს აი ასეთია. ძალიან გემრიელია, გავაკეთებთ, ნამდვილად არ ინანებთ.